საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების ინტრონიზაციის დღეს ზეიმობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს პატრიარქს მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში მოუხდა და მან განუზომელი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში და მოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს აღსაყდრების დღეს გამორჩეულ რელიგიურ ლიდერსა და სახელმწიფო მოღვაწეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს. დიდხან სიცოცხლეს ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებს მის უწმინდესობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, ნათქვამია ინფორმაციაში. გოჩა სხილაძე ზესტაფონელი პოეტი და მწერალი რეზო ინანიშვილის სახელობის ერთი მოთხრობის კონკურსის გამარჯვებულია. მეორე ადგილი მას ჟიურის გადაწყვეტილებით წილად ხვდა მოთხრობისთვის, რომელსაც მშლატე ჰქვია. გოჩა ამბობს, რომ სიუჟეტი ცხოვრებისეულია, რეალური, ისეთივე ყოფიერი, როგორც სინამდვილეში, რომელიც არ გავიწყდება, სულ გახსოვს და ტკივილს ახლაც გაგრძნობინებს. ინტერნეტშიც ვნახე, რომ ეს კონკურსი იმართებოდა ამ დროს, ხო და მე ახლა მოთხრობებს იშვიათად ვწერ და თითქმის არ ვწერ, მაგრამ მქონდა რაღაცა დაწერილი, ხო და ვიფიქრე, გავაგზავნით, ხო და გავაგზავნე. არავითარი რამე გეგმა არ მქონია, არც იმედი მქონია, არც პრეტენზია მქონია. ხო, უნდა ყოფილიყო დაახლოებით 5 გვერდი. ცოტა მეტი თუ იქნებოდა ნაკლები არ იყო პრობლემა. და მე მათ სვანეთში ვიყავი და ისა მომწერეს, რომ ჩამოდით და ჩავედი და იყო ასე. ბუნებრივია ადამიანს ყოველთვის ხარია ასეთ რაღაცები. მოთხრობა არის აი ესეთ სახელი აქვს შლატე და ეს არის ბავშვობაზე და სოფლის ცხოვრებაზე, კაც ცხოვრებაზე, რაც სოფელში იყო ასე 80-ან 90-ან წლებში ეს კაც ცხოვრებაზე და შედგება აკინძულია შთაბეჭდილებებიდან, მოგონებებიდან. ახლა სულთლად ვერ დავდებ თავს, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტური სიმართლეა, თლად დოკუმენტურია, მაგრამ ძირითადად სიუჟეტი არის ნამდვილ ამბავზე. საერთოდ სტიმული არის, ახლა პატარა რაღაცები ასეთი ადამიანს რაღაცა ბიძგს აძლევს, სტიმულს აძლევს, რომ კიდე რაღაც გააკეთოს. იმიტომ რომ ჩვენ ისეთი არსებები ვართ, რომელიც მერყევები ვართ, რომლის თავდაჯერებულობა წამდაუწუმ იცვლება, ხო? რაღაცა ასულ ჭირდება, რომ როგორც ადამიანს ჭირდება შექება, კომპლიმენტი, ზოგჯერ მართალი, ზოგჯერ ცრუ, რომ ის ფორმაში იყოს და ადამიანის სახე არ დაკარგოს, წერილისთვის მით უმეტეს და ხელოვანი ხალხისათვის ასეთ რამეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმიტომ რომ კი ხელოვნება უპირველესად არის წმენა და თავდაჯერება, მაგრამ ამ წმენასაც აქვს საზღვარი. და დროდადრო ასეთი რაღაცები მაინც ადამიანს ახალ ენერგიას აძლევს. შობიდან მიუყვები და მინდა რომ ბოლომდე ჩავწვდე არს. საჭადრაკოს სასწავლო ღონისძიებას ჭადრაკის მწვრთნელთა მეორე ეროვნულ ფორუმს მონაწილეები ზესტაფონიდანაც ყავდა. საბა ალალიძე და გია ჭანტურიძე. გვეუბნებიან, რომ ერთიანი სასწავლო მეთოდიკა და სისტემების სტანდარტიზებული მიდგომა ჭადრაკის განვითარებისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. მათივე თქმით, საინტერესოა რეგიონებში პროგრამა საფეხურების დანერგვა. ფორუმის დისკუსიულ ნაწილში რეგიონების წარმომადგენლებს მოусმინეს, მათ შორის იყო საბაც. ფორუმი ემსახურება საქართველოში მოქმედი მწვრთნელებისთვის ერთიანი პროფესიული სივრცის შექმნას, სადაც ცოდნის გამოცდილებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების გაზიარება ხელს შეუწყობს ქართული ჭადრაკის სისტემურ განვითარებას. ზესტაფონის საჭადრაკო სკოლიდან მოწვეული ვიყავით საქართველოს რიგით მეორე ეროვნულ ფორუმზე, რომელსაც 130-ზე მეტი ტრენერი ესწრებოდა საქართველოს მასშტაბიდან. შეხვედრა გახდა ძალიან საინტერესო და წარმატებული. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ საერთაშორისო დიდოსტატი და ევროპაში პირველი ტრენერი, ასე რომ ვთქვათ, წარმატებული ცნობილი სერგეი ტივიაკოვი,
ასევე ქართველი წარმატებული მცველები, დიანა დარჩია, ხვიჩა ბახტაძე, დიდო სტატები, რომელთაც ამ ნაბიჯების მეთოდი, ასე ქვია ჩვენს წიგნების პროგრამას, რომელიც ინოვაციურია და თანდათან შემოდის, უკვე ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით დაფუძნდა, იმიტომ რომ პირველ ფორუმზე მოხდა ამ წიგნის წარდგენა და მეორეზე უკვე გარკვეული შედეგები გვაქვს. ესე იგი, კიდევ შემიძლია დავამატო, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა დიდი იმედები მოგცა, ისაუბრა, мотивация მოგცა და რა თქმა უნდა ეს აღნიშნული ღონისძიება ჩვენს мотивациაზე და კვალიფიკაციის ამაღლებაზე დადებითად იმოქმედა. შესაძლოა უკრაინაში ომი მომდევნო 30 დღის განმავლობაში დასრულდეს. ამის შესახებ ნატოში ამერიკის ელჩი მეთიუ იტაკერი აცხადებს. თუ ამას მივაღწევთ, მაშინ ეს მომდევნო 30 დღის განმავლობაში მოხდება. ვფიქრობ, საკამათო საკითხების უმეტესობა მოვაგვარეთ. ვფიქრობთ, ახლა ახლოს ვართ, ისე როგორც არასდროს, აცხადებს ის. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სწორი მიდგომა აქვს, რადგან მას მკვლელობების დასრულება სურს. ამასობაში კი ომი მთელი თავისი სისასტიკით გრძელდება. რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში საპორტო და სამრეწველო ინფრასტრუქტურას შეუტიეს. შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი. დაზიანდა ადმინისტრაციული, საწარმოო და სასაწყობო ობიექტები. თავის მხრივ უტევს უკრაინაც. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრმა ალფამ დრონებით კრასნოდარის მხარეში მდებარე ტემბრიუკის სასაზღვრო პორტსა და ორენბურგში გაზის გადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა. ტემბრიუკის პორტში ცეცხლი ნავთობის 2 ავზს გაუჩნდა. ხანძარი გავრცელდა 2000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე. უკრაინის უსაფრთხოების მაღალჩინოსნის ცნობით, ორენბურგის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა მსოფლიოში უდიდესი კომპლექსია, რომელიც წელიწადში 37 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ამუშავებს.